ეგრეთ წოდებული სტაროსტების ინსტიტუტი ქვემო სვანეთში. ეკლესიის მცველები საქართველოში მე-19 საუკუნის დასაწყისში ავტოკეფელის გაუქმების შემდეგ ჩნდებიან. ტრადიცია, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო და სიწმინდეები, რომლებიც დღემდე სწორედ სტაროსტებმა შემოგვინახეს. გაუქმებულ ტაძრებში მოღვაწე სტაროსტები უკვე მოქმედ ეკლესიებში მოქმედმა მღვდელმთავრებმა ჩაანაცვლეს. მომების გადამღები ჯგუფი ლენტეხში იმყოფებოდა. ნახეთ ქეთი ბერაიას რეპორტაჟი. ლენტეხიდან დაახლოებით 7 კილომეტრში, სოფელ ფახში, თვიშობლის ანუ ლამარიას სახელობის ტაძარია. ტაძარი მოქმედი არ არის. მას სოფელი და განსაკუთრებით კი სოფლის რჩეული ერთი ადამიანი უვლის, რომელსაც ქვემო სვანეთში დღესაც სტაროსტას ეძახიან. Старостას ირჩევს სოფელი, старостას ფუნქცია არის ტაძრის გასაღების პრობა, აგერ მოულა, ეს შემოღობილი გვაქვს, შემონახული არის, რომ სისუფთავე აგერ და ყველაფერი სიწმინდე სტუმარი რომ მოვა, მრევლი მოვა, ჩვენ უნდა დავუხდეთ, ყველაფერი უნდა იყოს წესრიგში. როგორც თავად განმარტავს, სპეციალური განათლება ღვთისმეტყველებაში არ აქვს. თუმცა სტაროსტას მრევლის დალოცვა, ლოცვის საკითხვა, ხატის გამობრძანება და რელიგიურ დღესასწაულებზე ლოცვის აღვლენა ევალება. ვინც იცის აგერ ლოცვის დღეს, სულთმოფენობის დღესასწაული, აი მოდის მთელი საქართველო თითქმის ალოცავა. დღის დღესასწაულები რო ახლა წირვაც ტარდება, მაშინ მეუფე მობრძანდება აგერ ყველა ეკლესიის ხალხი და ჩვენებური ტრადიციული საგვაქვს სტაროსტებს. ჩვენებური ლოცვა ვიცით, ლოცველი მოვა, მოგვაწოდებს, პური იქნება, ანუ შესაწირი იქნება, თქვა ხატი, ჩვენ დავლოცავთ პირადად მის სახელ გვარით, ასე ლოცვა ვიცით და ასე ვივლისობდით დღემდე რა. Лабария, чиска солоца уджар, хвашет, скаиска уджахал, иска насаус, иска гезелилис, иска форсвердес. Чамтолоба, сикетем шудоба уджух. Башет уджар, чиска солоца. სწორედ სტაროსტას აქვს ჩაბარებული ტაძრის გასაღები და ეკლესიის მოულა პატრონობა. ასეთ ადამიანებს სოფელი 2 ან 3 წლით ირჩევს. ბადის ამოწურვის შემდეგ კი ის სოფელმა შესაძლოა კვლავ აირჩიოს და არა ერთხელაც. ედი შერბენდელიანი ლამარიას ზედიზეს რამდენჯერმე ემსახურა. სოფელში ვინ საკითხავი ხალხი შევიკრიბებით და ვინ უნდა ხან კენჭისყრითაც არის კენჭისყრით სტარდება ხან ისეც დავასახელებ სოფელი და 6 წელიწადია მე რო ვარ და სოფელმა არ გამიშვა და სოფლის თხოვნით ვასრულებ მოვალეობას დღესაც სადაც მამავები არიან თვითონ პატრონებენ იმას. სტაროსტები ქვემო სვანეთში ყველა იმ ძველ ტაძარს ყავს, რომელიც დღემდე მოქმედი არ არის. თუმცა რატომ შემორჩა სვანეთს დღემდე ეს რუსული ტერმინი, თავად ადგილობრივებთან ცადეთ გარკვევა. სტაროსტა როგორც ასეთი ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ 1811 წლიდან იყიდებს ფეს და 1921 წლის 25 თებერვლის შემდგომ პერიოდში, როცა უკვე მღვდელი აღარ არის ეკლესიაში იდევნება ეკლესიებიდან, მას ცვლის ჩაენაცვლა სტაროსტა, მაგრამ სტაროსტას აქვს ძალიან დიდი ისტორია, ოღონდ რა თქმა უნდა სახელცვლილებით და არა სახელცვლილებით. სახელცვლილი სტაროსტების წინაპრებად მაიზერ ჩანგსელიანი ფუსტის რაინდებს ასახელებს. ჯერ კიდევ წარმართულ პერიოდში წმინდა განძის მცველებს. ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ კი საქართველოში ფუსტები მართლმადიდებლური ტაძრების მცველებად იქცნენ. ანუ ეს არიან მხოლოდ მამაკაცები, რომლებიც დებენ ფიცს, ისინი არიან უფლის განძის მცველები, ფუსტები. სვანეთში ამოდიოდა ბარის საქართველოდანაც გაჭირვების ჟამს ძალიან დიდი განზეულობა და მათ განსაკუთრებულად ფუსტები ედგნენ დამცველებად. სწორედ ამ შეფიცულებს და ტაძრების მცველებს მე-19 საუკუნიდან სახელი შეუცვალეს და სტაროსტა უწოდეს. თუმცა სვანებმა თავიანთ ტრადიციებს არ უღალატეს და საქართველოს ტაძრებში არსებული სიწმინდეები შემოინახეს. სხვადასხვა ტაძრებში სტაროსტის ინსტიტუტი დღესაც ფუნქციონირებს, ოღონდ
როგორ არის ცით ნელ-ნელა შემოდის უთმობს სტაროსტას ინსტიტუტი მღვდელს და ეს ხდება ეტაპობრივად. ეს პროცესი ქვემო სვანეთში ისკალდის მამათა მონასტერზე უკვე აისახა. ტაძარი 2013 წელს მოქმედი გახდა და ბოლო 2 წელია მისი მოვლა-პატრონობა სტაროსტას აღარ ევალება. 2013 წელს განახლება ქვია, ახლა იმიტომ ჩვენ არ ვიცით ზუსტად როდის იყო ბოლოს მონასტრის ცხოვრება აქ. მონასტრის წევრი ვართ მღვდელი მონაზონი საბა და ბერ მონაზონი გაბრიელი. ადგილობრივების განმარტებით აქ პირველი ტაძარი მე-5 საუკუნეში აშენებულა. ისკალდის ეს მონასტერი კი მოგვიანებით და მის ტერიტორიაზე ქალების შესვლა აკრძალულია. სწორედ აქ ინახება სვანური ხატწერის უმნიშვნელოვანი სინიმუში, ისკალდის მთავარ ანგელოზის ხატიც, რომელსაც აქ სასულიერო ცხოვრების აღორძინებამდე კლდეებში ინახავდნენ. ის გავქონდა ჩვენ კლდეებში ვინახავთ. სკალდის სტაროსტა კუჭიკო ჩანგსელიანი კი ლენტახის სასწრაფო დახმარების სამსახურის თანამშრომელია. ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ტაძარი მოქმედი გახდა, იქ აღარასულა და იმ პერიოდს იხსენებს, როცა ტაძრის გასაღები მას ჰქონდა. კენჭის ყვრითი არის ეს სოფელში, კენჭი იყვრებოდა სტაროსტაზე, შედიოდა 3 ადამიანი და სკალდში ასე ინიშნებოდნენ სტაროსტები. მე ბოლოს გამხდა კენჭი და ვიყავი სტაროსტა. მერე მოვიდნენ მღვდლები. ადგილობრივები ამბობენ, რომ ასეთი პროცესი ყველა ტაძარს ეტაპობრივად შეეხება, მას შემდეგ, რაც ტაძრები მოქმედი გახდება და სტაროსტების თუ ფუსტების მიერ მოვლილ შემონახულ ეკლესიებს და იქ დაცული სიწმინდეების მოვლა-პატრონობას ბერ მონაზვნები გადაიბარებენ.